წელს ხდება 100 წელი რაც ჯაყო გამოიცა. პოლიტიკური ფაქტორი, პოლიტიკური პრობლემა ამ რომანში არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ეს უნდა ყოფილიყო არა მარტო ქართულის გაკვეთილზე და არდადეგებზე წასაკითხი წიგნი, ეს წიგნი უნდა ყოფილიყო ინსტრუქტაჟი. როგორ გავაკეთოთ პირიქით. ჯაყოს ხატშიც იმალება უკვე მიხეილ ჯავახიშვილის მკვლელობის საიდუმლოც 1927 წელს. მომდევნო 70 წელი ზუსტად ამ გზას დაადგა საქართველოს თეიმურაზის გზას. სრულიად გენიალური ეპიზოდი, რაღაცა წარმოუდგენლად მეტაფორული და პოეტური. ფატალურ შეცდომებს უშვებენ თეიმურაზიც, მარგოც და ჯაყოც. მარგოს არ უცხოვრია როგორც ქალს თავის ქმართან. შემზარავი სილაჩრე. ტრაგიკული ფინალი ეს, საოცარი დეგრადაციას რო ბოლო არ უჩანს. ჯაყო თვალს რო დაადგამს მარგოს, კარკაცს ეს არ გამოეპარებოდა. ადამიანი ხედავს ყველა ნიშანს და არ აღიარებს, უყურებს და არ ხედავს. ჩვენ დაყובה მოქმედების მაგივრად რეფლექსიამ და რეფლექსიის მაგივრად მოქმედება. რა დროს რეფლექსია? ასეთი წერლობა ხელს გიშლის. მორჩა და გათავდა. მოგესალმებით, ჩვენი შემდეგი პოდკასტის დროც მოვიდა და დღეს გვინდა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი წიგნი, მაგრამ ფიქრობ სათანადოდ ვერ გააზრებული ჯაყოს ხიზნები მიხეილ ჯავახიშვილის. ზუსტად 1 საუკუნის წინ იწერებოდა და მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა ჯაყო ჩემი სულის გმინვაო და აღმოჩნდა რომ ჩვენ ისევ ამ სულის გმინვის საშიშროების და საფრთხის ქვეშ ვართ. ვეცდებით ვილაპარაკოთ ჯაყოზე ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ ამ კონტექსტში და იმ კონტექსტიდან დაწერილ ჯაყოს ხიზნებს. მე პირადად კვაჭი-კვაჭანტირაძე მიყვარს, არ ვიცი შენ როგორ. აი, მიხეილ ჯავახიშვილის ყველა ნაწარმოები ჩემთვის ძვირფასია, იმიტომ რომ ეს არის მწერალი, რომელიც ალბათ თუ ვინმე პირველი უშლიდა ხელს და სწორად დახვრიტეს იმათი გადმოსახედიდან გულისხმობ, იყო მიხეილ ჯავახიშვილი, იმიტომ რომ სწორედ ის ახედებდა სარკეში ყველა იმ რა ვიცი, ინტელიგენციას, ჩვეულებრივ ადამიანს, ხელისუფლებას და ყველას, ვინც ქმნიდა აი ამ საბჭოთა რეჟიმს და ყველა ნაკლოვანება ჩანდა, ასე ვთქვათ, სარკეში რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, არ არის გასაკვირი, რომ 37 წელს ის თავიდან მოიშორეს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ ეს არის ფსიქოლოგიზმებით, ინტელექტუალიზმით სავსე ტექსტების ავტორი, რომელიც რა თქმა უნდა, თუ შენ ქვეყნის გახრწნას, დაკნინებას და დამონებას აპირებ, ასეთი წერლობა ხელს გიშლის. და რეპრესირებული ტექსტის და რეპრესირებული მწერლის შესახებ ვისაუბროთ დღეს. კი ბატონო, ალბათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული რომანია ჯაყოს ხიზნები. თუ კი დავასახელებდით პირობითად 5 საუკეთესო რომანს ქართულს მე-20 საუკუნისას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განსაზღვრებები ალბათ არასერიოზულია პრინციპში, მაგრამ ვიყვარს ხოლმე ზოგჯერ, ხო? გამორჩევა. ცხადია, ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები აი ამ 5 ულშია ჩემთვის. და შესაძლოა კვაჭი-კვაჭანტირაძეც. და იმიტომ რომ მიხეილ ჯავახიშვილი რეალურად ალბათ არის ერთ-ერთი უმთავრესი ავტორი, რომელიც ქმნის ქართულ რომანს, როგორც ასეთს, ჟანრს. და თუ კი ქართული გენიალური ტექსტები, ვთქვათ, 19 საუკუნის, ან თუნდაც მე-20 საუკუნის აი ესეთი პირველი ნახევრის უმეტესწილად არის ესეთი ვრცელი მოთხრობის ფორმის მატარებელი, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანი რასაკვირველია მოთხრობაა, მაგრამ მცირე რომანიც არის, ხო? და საერთოდაც ახლა ესეთი მკრეხელური აზრი გამოვთქვათ და ვთქვათ, რომ შუშანიკის წამება ძალიან მცირე რომანია და არა მხოლოდ მოთხრობა. და ასე შემდეგ, მაგრამ კლასიკური ფორმის რომანი, ცხადია, ეს არის
ჯავახიშვილისეული რომანი, კონსტანტინე გამსახურდიასეული რომანი, ანუ სტრუქტურულად რობაქიძის და ასე შემდგომ უკვე 60-იანელებში ჭილაძე იქნება თუ დოჭანაშვილი თუ ჭაბუ ამირეჯიბი თუ სხვა. აი რომანი, არ ვიცი რამდენად დამეთანხმები, თავისი ფსიქოტიპები, ისეთ კონცენტრაციით წერლის თემაზე, ეს თემა როგორც ვითარდება, ჯაყუა მხრივ უნიკალურია. და ხო, შენახსენი კონტექსტი, ჩვენ ყოველთვის კონტექსტით ვიწყებთ ხოლმე საუბარს. 1925 წელს გამოიცა ეს წიგნი, ნაწყვეტ ქვეყნდებოდა და შემდეგ ერთიანად, თუ არ ვთქვი, 24-ში წერდა, ხო? 24-ში წერდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აჯანყების დამარცხებით დამწუხრებული, იმიტომ რომ ის მხარს უჭერდა 1924 წლის აჯანყებას და ძალიან საინტერესოა რომ ზუსტად მაშინ როცა ჯავახიშვილმა დაიწყო ჯაყოს წერა, სერგო ორჯონიკიძე და სხვა აქაური კომუნისტები აკეთებდნენ ეგრეთ წოდებულ დაკლაც, რამ გამოიწვია აჯანყება, რა პრობლემებია მაგალითად გურიაში, საქართველოში, რა უნდა აღმოიფხვრას, ეკლესიის როლი როგორია, რითია უკმაყოფილო ქართველი გლეხი, ძალიან საგულისხმოა სერგო ორჯონიკიძის ანგარიში, სადაც ის ამბობს, რომ პრინციპში საბჭოთა ხელისუფლებას უახლოეს მომავალში პრობლემები არ შეექმნება, თუკი გავწმენთ იმ გადმონაშთისგან იგულისხმებოდა ეროვნული ხელისუფლება ყველანაირად საქართველოს და ვინ იგულისხმებოდა ახლა აი ამ უცხოური დაფინანსება, ინტელიგენცია, ის ხალხი, ვინც ინტელექტუალურ სამუშაოს ეწეოდა 1918-21 წლებში, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის კონცეფციას აზიარებდა, თვითონ მიხეილ ჯავახიშვილიც იყო პოლიტიკურად აქტიური, უბრალოდ ვერ შევიდა 52-ე იყო სიით და ვერ შევიდა ეროვნული ხელისუფლება 18-21 წლების სიაში იყო ცოტა დაბლა და ვერ გავიდა, თორე იქნებოდა ეროვნული დემოკრატიული პარტიიდან მთავრობის წევრი. სერგო ორჯონიკიძეს და ზოგადად ბოლშევიკებს მომზადებული ჰქონდათ გეგმა, როგორ უნდა გაიწმინდოს საქართველო ყველა იმ სუბიექტისგან, რომელიც ხელს უშლის გაკომუნისტებას, ანუ გახრწნას ქვეყნისას და მათ შორის პირველ რიგში ვინ არის სამიზნე არის წერალი, სამიზნეა ტექსტი და სამიზნეა ყველა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისადმი სწრაფვა მანამდე ან მიმდინარეობისას ეტყობა და მიხეილ ჯავახიშვილი იყო ასეთი უკიდურესად დათრგუნული, დაპატიმრებული იყო და ახალი გამოსული, როცა წერა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი, სულიერი ტანჯვის პირობებში დაიწერა ჯაყო, ის ამბობს თვითონ წერს, რომ დამთავრებისას იგრძნო ძალიან დიდი ბედნიერება. ამას ქვია და გამოცდილი გექნება რა არის წერლული ბედნიერება, როდესაც მოფიქრებული გაქვს უკვე სათქმელი, გადატანილი ფურცელზე და ბოლომდე ამოთქვი ის რაც შეიძლება საქმით ვერ განახორციელე და დამარცხდა შენი პოლიტიკური იდეა, მაგრამ ჯაყოს ხიზნები ამ დიდი ტანჯვისგან იშვა, როგორც აღნიშნე, საუკეთესო ქართული რომანი. ხა ვის თვითონ რა მოწონს და უყვარს ერთია, მაგრამ ობიექტურად ჯაყოს ხიზნები არის უნივერსალური რომანი თავის არქეტიპებით და ნებისმიერი წინადადება გადაკითხვისას შემზარავად ახლობელი ნაცნობი და მტკივნეულია. აი თუნდაც ფრაზა მაგალითად ჯაყოსი, რომ ეკლესია გააღებინა ჯვრის წერისთვის და მერე ისევ დააკეტინა და აი ეს თავნებობა და მთავარი კონცეფცია იმისა, რომ ჯაყოსთვის აი ეს ორივე ხო უხარო და აკაკი ბაქრაძე წერს, რომ რევოლუცია უხარო და ორივეს, ჯაყოსაც და თეიმურაზსაც. მაგრამ თეიმურაზისთვის ეს აღმოჩნდა ვერ განხორციელებული თავისუფლება და ჯაყოსთვის კიდე ზედმეტად პარაზიტულად მოხმარებული პირობები და თავის ნებაზე მორგებული რეალობა, ხო? და თეიმურაზიც შეიძლება დავინახოთ მუდმივ მარადიულ პრობლემად საქართველოს, რომ ეს არის ლაპარაკი, რეფლექსია, მუდმივი კრიტიკა ქართული საზოგადოების და ნაკლები თვითკრიტიკა და ამით მიღწეული უშედეგობა და არა შედეგი, ხო? და საერთოდაც თეიმურაზ ხომ ბოლოს აღმოხდება კიდეც, რომ ჩემი მთავარი უბედურება ის არის, რომ საერთოდ ქართველად დავიბადეო, საქართველოში დავიბადეო. დასავლეთს რომ გახურებს ხოლმე, ხო? ამ თავისი ტრაგიკული და გაურკვეველი მარტოობის დროს. ხო, აბსოლუტურად გეთანხმები, ჯერ ერთი, პოლიტიკური ფაქტორი, პოლიტიკური პრობლემა ამ რომანში არის ალბათ
ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევითი არ არის, როდის იწერებენ, რომ რასაკვირველია ელოდნენ ეს ადამიანები, მიხეილ ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, რომელზედაც ხშირად გვისაუბრია, მისი დაისიც, ხომ, თავისთავად ატარებს ამ რაღაცა მოლოდინს კარზედ მომდგარი წყვდიადის მიმართ და ამის წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, პოტენცია რამდენად არსებობს. შემდეგ თუმცა მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ოპტიმისტური ფიქრებიც, რომ ეს პოტენციალი არსებობს და 37 წელს თლად შეიძლება თავიდან აი 24 წელში არ ელოდებოდა. და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხომ არის ასეთი მოსაზრება, რომ სადღაც თეიმურას ხევისთავში ის საკუთარ მოლოდინებსაც კი გამოხატავს თუ არა აკრიტიკებს, იმიტომ რომ მიხეილ ჯავახიშვილზეც არის ასეთი ვთქვათ წარმოდგენა, რომ ის ფიქრობდა, რომ იქნებ რაღაცნაირად პოლიტიკური ფორმით, პოლიტიკური, ანუ ცივილიზებული ფორმით მომხდარ იყო ცვლილება უკეთესობისკენ. და ხშირ შემთხვევაში ის არ იყო რადიკალი სხვებისგან განსხვავებით, ხომ, რომლებიც თქვათ იგივე თუნდაც 24 წლის აჯანყებას უყურებდნენ, როგორც ესეთ ბრძოლის ომისთვის ემზადებოდნენ. თქვათ იგივე ჯუღელი დაბრუნებული საქართველოში, ბენია ჩხიკვიშვილი და სხვები უნდა შეტაკებოდნენ ბოლშევიკებს, ეს უნდა ყოფილიყო ომი საქართველოს გასათავისუფლებლად. იყო სხვადასხვა ჯავახიშვილი იყო მომხრე წინააღმდეგობის, მაგრამ არა რადიკალი. არა რადიკალი. ფატალური შეცდომა შეიძლება. თეიმურას ხევისთავისვი. ცხადია, ესეც შეგვიძლია ვთქვათ. ეხლა თვითონ კონტექსტები, იცი რა არის? აი ჩვენ როდესაც კაფკაზე ვლაპარაკობდით, ხომ? რაღაცნაირად მე სულ მაქვს მცდელობა, რომ არ გავყვე დამკვიდრებულ მეტაფორებს და ალეგორიებს, რომელსაც ქმნის ესა თუ ის რომანი და ჯავახიშვილი ბუნებრივია. ჯავახიშვილის ამ რომანში პირდაპირ მკვეთრი, ძალიან მკვეთრია, ძალიან ღია არის ეს ალეგორია. და ძალიან გასტერეოტიპებული შესაბამისად. ცხადია, ჯაყოიზმი, მარგო, თეიმურაზი, ხო, თეიმურაზი, რომელიც გამოხატულება ამ რაღაცნაირად აბსოლუტურად უნარო, არაფრის მაქნისი ინტელექტუალიზმის, ხომ და თან ისე ძალიან საინტერესოა, რომ თეიმურაზი არის პოლიტიკით აღტაცებული კაცი. პოლიტიკაზე ლაპარაკობს, პოლიტიკაში არის ჩართული და ეს ისეთი სკაბრეზული, გროტესკული მისი დახასიათება, რომ იცის ყველაფერი, ლუი ჯორჯი, ზანზიბარი, თქვათ, ქალთა უფლებები და სხვა. ხო, ეს მცოდნე კაცია, მაგრამ არაფრისთვის ეს საჭირო არ არის, ხო? ამ შემთხვევაში ის ვერც ერთხელ სინამდვილეში ვერ გამოიყენებს თავის ცოდნას და პირიქით შენიშვნასაც მიიღებს მარგოსგან მათი ისეთ უცნაური სასიყვარულო რომანის დასაწყისში, რომ ძალიან ისეთი მომწონს თქვენი სტატიებიო, მაგრამ საშინლად კაპასი ხართო ზოგ და ჭორებს ყვებითო და თქვენ არ შეგშვენით ესო. ერთი მხრივ, ანუ თეიმურაზე აი ამის სახე, ну, ბუნებრივია, ერთგვარად ეს არის გაგრძელება იმ არც მალავს მიხეილ ჯავახიშვილი, რომ ის გარკვეულ დიალოგშია კაცი ადამიანთან და ხო, ცხადია თეიმურაზი არ არის თათქარიძე და ვერც იქნება, იმიტომ რომ სხვა დროა, მაგრამ უნაყოფობა თეიმურაზ და მარგოს შვილი არ ყავთ, ანუ მომავალი შეუძლებელია რომ გაჩნდეს ხევისთავსა და ყაფლანიშვილებში, თან ორივე არის ბოლო წარმომადგენელი, აი ამ დიდი გვარის და შემდეგ ეს ტრაგიკული ფინალი, ეს საოცარი დეგრადაციას რო ბოლო არ უჩანს, ხო ამ რომანში და სიმძიმეს, სადაც მარგო ჯაყოსგან გააჩენს პატარა ჯაყოს, პატარა ჯივაშვილს, ხომ? ხო, იმიტომ რომ თუ არ იცავ მარგო ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვიქვათ მოცემულობა, რომელსაც ჭირდება დაცვა, ჭირდება პატრონობა, ეხლა შეიძლება ეს თუ ქალის და კაცის კონტექსტში განვიხილავთ, რასაც არ გვეკადრება ამის ასე განხილვა, იმიტომ რომ აქ ეს სიმბოლოებია და არა. თუმცა ერგება იმ ქალისა და კაცის ურთიერთობასაც, რომ ამიტომ ესეც საინტერესოა. ფატალურ შეცდომებს უშვებენ თეიმურაზიც, მარგოც და ჯაყოც, ხო? თავისთვის, ისევე როგორც მიხეილ ჯავახიშვილი, იმიტომ რომ ისიც მაინც ეცადა ქალის ტვირთით, თქვათ, მორგება სახალდროებაზე, არ გამოდის და მე აღმოჩნდება, რომ თვითმკვლელობა რო ჩანს უკვე გამოსავალად და ვაშკაცობადაც, მაგრამ ესეც არ შეუძლია.
იაშვილისგან განსხვავებით, მაგალითად თეიმურას ისიც აღშველი, აი შემზარავი სილაჭრე ჩანს, როცა ლიახშ და მე ყვირის რომ ამომიყვანეთ, რომ მიშველეთ ამომიყვან და მეორე როცა ეგუები, ზოგადად მე სულ ფიქრობ, არ ვიცი მე მეჩვენება ესე ჩემი კოგნიტური გამრუდება გამომდინარე დღევანდელობიდან თუ მართლა მიხეილ ჯავახიშვილსაც ქონდა აი ეს მუდმივი რეფრენი რომ ცოტასთან შეგუებით იწყება დიდთან გარდაუვალ ტკივილთან შეგუება და გიწევს როგორც კი თავს დაუხრი პატარა ნიშნებს რომელიც შენ თავიდან განიშნებს ხო რაღაც ცუდზე ეს თავდება მე საკუთარი ცოლის ჯვრის წერაზე თან შეგუებით და აი დაკიდებული ლეკვის აყროლებული ტარი ლეში სუნი არ მოგშორდება ბოლოს კი შორდება და თითქოს აი ეს რაღაცა მაინც იმედის ნაპერწკალად შეგვიძლია მივიჩნიოთ მაგრამ ეს სუნი არ ჰალუცინაციური საკუთარი დანაშაულისა და სინამდვილეში ხრწნის სუნი და მეორე გამოცემას თქო სხვათა შორის ორი ლეკვი ეხატა გარეკანს ჯაყოს ხიზნები რო გამოვიდა და პირდაპირ ამბობს ქეთევან ჯავახიშვილი რომ ეს იყო ლეკვები რომლებიც ელოდებიან მარგოს სიმბოლო რომელიც ელოდება გათავისუფლებას ანუ მარგო ამ შემთხვევაში თუ განვიხილავთ როგორც სუბიექტს რომელიც ასევე შეცდომას უშვებს რადგან ირჩევს მოჩვენებითად უფრო ჯამრთელს, უფრო ძლიერს, უფრო მასკულინურს შეიძლება და პასუხად უფრო დაცულად გრძნობს, აი ეს დაცულობა, რუსეთით დაცულობა რა არჩევანიც მაშინ საქართველოს ძალით გააკეთებინეს, გარკვეულწილად არც მარგო არ იყო, მარგო გააუპატიურეს, ასე დაიწყო. მაგრამ მე როგორც რუსებმა შეგვაჩვიეს საზიზღარ, საზარელ კონცეფციას, რომ თუ ვერ უწევ წინააღმდეგობას მოდუნდი და სიამოვნება მიიღე გაუპატიურებით. აი ეს განვითარება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ბოლოს გცემენ, კურტნის მუშად გაქცევენ და თუ რომანის დასაწყისში ჯაყო მარგოს შეხურებს როგორც დედოფალს და მისი ეს კაცის ნება რომ დაპირდეს ყველაფერს ტახტზე დასმას და დედოფლობას, ბოლოს თავდება, რა თქმა უნდა, იმით, რომ ის არის ჩაგრული, ბანჯგვლიანი, აყროლებული, უსინდისო და საზარელი პარაზიტისგან დაჩაგრული ქართველი ქალი. და ალბათ არჩევანი რომ როგორც ჩვენს ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ სტუდენტებთან არისტოტელე რასაც გვეუბნება რომ გმირები თავისი არჩევანის მიხედვით განისაზღვრება აქ ჩვენ დადებითი გმირი ამ ხრივ არ ყავს მარგოს არჩევანი არის სრულიად მცდარი გამოწვეული სისუსტისგან და სასოწარკვეთისგან თეიმურაზის არჩევანი არის ლაპარაკი და ის რაღაც ვექილობა რო არის ისიც არ გამოსდის და არასდროს მისი გაკეთებული საქმე არავის უნახავს და გადარჩენა გონია სისუსტე და უკანდახევა და ეს უკანდახევა არის მორალურ უფსკულში გადაჭრა. და რატომ იმიტომ რომ იცი რა არის შენაც ახსენე იგივე ნებისმიერი ანუ აი ისევ და ისევ რო გამოვიდეთ თუნდაც აი არისტოტელეს კონცეფციიდან, ხო? ნებისმიერი საქციელი გულისხმობს რაღაც კონკრეტულ სიტუაციას და ამ კონკრეტულ დროს ახლა და აქ როგორ მოიქცევა ადამიანი ამის და მიხედვით განისაზღვრება მისი შემდგომი ცხოვრებაც, ბედისწერა, ანუ ეპიზოდია. მიზეზ შედეგობრივია. ოღონდ ეს ანუ ადამიანს ისევ როგორც შესაძლოა ერს ისტორია და ბიოგრაფია აძლევს შესაძლებლობას რაღაც კონკრეტულ დროს, კონკრეტულ მომენტში, აი ამ დროს რას გააკეთებს ადამიანი. მომენტუმის გამოყენება. არ ცხადია. შეგვიძლია ვთქვა, ხო, თავი დავანებოთ აი ვთქვა ალეგორიზმს, რომ მარგო საქართველოა, თეიმურაზის სიმბოლოა, ამ ინტელექტუალური რაღაცაერად მოდი ასე ვთქვა იმპოტენციის, ხომ, როდესაც არაფერი ადამიანს არ შეუძლია, ну ჯაყო გასაგებია რაც არის და კიდე მასზე ვისაუბრებთ, ხო? იმიტომ რომ შესაძლოა ჯაყოს ხატშიც იმალება უკვე მიხეილ ჯავახიშვილის მკვლელობის საიდუმლოც 1927 წელს, მაგრამ რომ ავიღოთ ეს პერსონაჟები როგორც მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური ფსიქოტიპები, ყველამ თავის დროზე, მოდი განსაკუთრებით მარგომ და თეიმურაზმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც მათ ის არ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. მარგომ შესაძლოა, და არ ვიცი თუ გინდა ვიბიჯელოთ ამაზე, მარგომ როდესაც გაუპატიურების აი ამ საშინელი ღამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ იქაც შეიძლება შეკითხვები გაგვიჩნდეს, იმიტომ რომ მრავალჯერადია მისი
გაუპატიურება ხო ჯაყოსგან და რაღაც დროს რაც თქვი უკვე ეს მოწონს ხო და აქ მომისმენია სხვადასხვა მოსაზრება რამდენად ფსიქოლოგიურად ეს დამაჯერებელია რომ გაუპატიურებული ქალი უკვე არ ვიცი მე რამდენი ჯერზე უკვე გახსოვს სიამოვნების უკვნესაც კი აღმოხდა და ბოდვაო მაგრამ შესაძლოა იმიტომ რომ აი ეს ნახევრად სვედანი უკაცრავად ამ სიტყვისათვის თეიმურაზი იმიტომ რომ უბრალოდ მარგოს არ უწყოვრია როგორც ქალს თავის ქმართან მთელი ამ 10 წლის განმავლობაში და აი ეს უხეში ბრუტალური შეიძლება ასე თქვას დიონისური ძალა რომელსაც მორალი არ აქვს მაგრამ აქვს ინსტინქტი და აქვს ენერგია ეს მას მოიცავს მაგრამ ჯანის და ჯანმრთელობის სიმულაცია სრული აი აბსოლუტურად და ამაზე უკვე როგორც ბიოლოგმაც უნდა ასე თქვა ისაუბრო მაგრამ მარგო უშვებს შეცდომას იმ დილით როდესაც ნიშანდარში ჩადიან და ვერეუბნება თეიმურას რაც გადახდა მას თავს მიუხედავად რომ ყველა ნიშანი სახეზია და არის სრულიად გენიალურია ხო მიხელ ჯავახიშვილი აქ რომ ადამიანი ხედავს ყველა ნიშანს და არ აღიარებს უყურებს და არ ხედავს თეიმურაზი ხედავს ნაკბენს შემოფლეთილ კაბას მარგოზე ნაღრძობი აქვს ხელი ქალს ბრძოლა გავლილი და არ ხედავს ამას დაინახავს ბოლოს მერე როდესაც ამ ნახუცართან ივანესთან ლაპარაკის მერე აღმოაჩენს გაიხსენებს ხო მარგო არეუბნება რატომ არეუბნება მარგო ამას ჩვენ ავხსნით და შესაძლოა სწორედ პასუხი უნდა ვეძებოთ და ლიბიდოში ალბათ ხო ანუ რაღაცა იმგვარ სურვილის ასე ვთქვათ არაცნობიერ გავლენაში რომელიც მოიცავს მარგოს სადაც ამ შემთხვევაში ხო ზოგადად მაინც ვერ ავწდებით იმას რომ პატრონის არჩევაში შეცდა პატრონის არჩევაში მაშინდელმა საქართველომ რაც აირჩია შეიძლება მცდარად ხო ჩვენ კი არ გვინდა ხა სტერეოტიპულად გავაიგივოთ საქართველოს მაგრამ ხალი იქნება ქვეყანა თუ ჯგუფი როდესაც არჩევან არის ერთი არჩევანი ოიდიპოსის არჩევანი როდესაც შენ მინიშნებაზე რომ აღარ გინდა როდესაც დედა ეუბნება რომ ნუ ღარ გაქექავ ამ ამბავს პირიქით ის შეკითხვები არ დასვა და გაჩერდი არ ჩერდება და მაგრამ დაბრმავებით უფრო ხილული ხდება მისთვის ყველაფერი და მიუხედავად ყველანაირი სასჯელის ეს არის კათარზისი და არის მეორეზე თეიმურაზი რომ როდესაც თავის მოტყუების მუდმივი გზა და უკვე არასწორ გზაზე დგახარ და მატარებელში რომელიც შეცდომით ჩაჯექი თუ პირველივე გაჩერებაზე არ ჩამოხვალ მე კიდე უფრო შორს მიდიხარ მორჩა ხო და აი ეს ვეღარ წდები მოძალადეს და ესეც წარმოუდგენელი აბსურდია როდესაც თეიმურაზი ვეღარ ცხოვრობს ფაქტობრივად მოძალადის გარეშე. ყოველი შემდეგი დღე არის თავის დამცირება. რატომ რომ თავარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო? არასოდეს არ დაინახა რეალობა თეიმურაზმა შემდეგ უკვე, აი, როდესაც მარგოსაი ამ ნაბიჯზე ვსაუბრობდით, თეიმურაზისთვის ასეთი ფატალური ალბათ ეპიზოდი, როდესაც ცხოვრებამ, ბიოგრაფიამ, ისტორიამ მისცა შესაძლებლობა რომ რაღაც ეკნა, ეს იყო ის ღამე, ის შემზარავი სურათი, როდესაც ის საძინებელში თავზე დაადგება. და თავისი ეს ჰალუცინაცია რო აღუდგება რეალურად, ეს შიშველი მისი მარგო, რომელიც გადაწოლილია აი ამ ჯაყოზე ხო მძინარე, აი ამ მძინარე შეყვარებულებს რომ წაადგება თავს და იქ რომ გაიხსენებს, რომ იქ ყველაფერი ხო მისი მამაპაპისეულია ხანჯალი, თოფი, იარაღი, რომ მან შეუძლია, ხო, მაგრამ გადაწყვეტა გული წაუვა და შემდეგ ეგ სრულიად გენიალური ეპიზოდი, რაღაცა წარმოუდგენლად მეტაფორული და პოეტური, აი სადაც ვლინდება კიდევ ერთხელ მიხელ ჯავახიშვილის გენია, გახსოვს ამ გამოფხიზლების მერე ეს რაღაცა მთვარის შუქი, მარგო რომელიც დახურებს მას და უესად აი ამ ზღუბზე რო გამოჩნდება ჯაყო მამაპაპისეულ მისი ხევის თავების აი ამ აბჯრით და იარაღით და როგორ გინდა ახლა ეს არ აღიქვა მეტაფორად წარმოუდგენელი რაღაცა მაგრამ ვერ გააკეთა ვერ ის მომენტუმი რაც შენახსენ ის მომენტუმი ხელიდან გაუშვა თეიმურაზმა რომ მას შეეძლო რაღაცა ეკნა ამ დროს ანუ ობიექტურია არჩევანი გააკეთა მოდი ვიბჟელოთ ვისაუბროთ
გახსოვს ეს მისი ენა რომ ებმის ჯავახიშვილი აქ კომენტარად ურთავს რომ ეს პირიქით სიმპათიური მახასიათებელიც კი იყო მისიო არა მხოლოდ ასე თქვათ მოწონდათ კიდეც აი ამ რაღაცა ამ ელემენტის გამო, მაგრამ იქვე იწყებს რომ რეფლექსია. რა დროს რეფლექსია? რეფლექსიის შესაძლებლობა აღარ არის, ოდესაც რეალობა დაიკარგა. აი, ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა, უკვე ერთმანეთის სათქმელი, სანამ დავიწყოთ, რომ აი არის მომენტები და ამას ალბათ ინტელექტუალიზმი მათ შორის ნიშნავს, როდის უნდა იგრძნო, რომ რეფლექსიის დრო არ არის. აბსოლუტურად. როდის არის რეფლექსიის დრო და მაშინ შეიძლება აკლებდნენ თეიმურაზები რეფლექსიას, როდესაც გადაწყვეტილების წინ არის რეფლექსია საჭირო. გადაწყვეტილების მიღების მომენტში, როცა იწყებ რეფლექსიას მოქმედების მაგივრად. ეს არის დამგუპველი. ჩვენ დაგუპა მოქმედების მაგივრად რეფლექსიამ და რეფლექსიის მაგივრად. და რატომ იწყებს რეფლექსიას თეიმურაზი? იმიტომ რომ ეშინია ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ეშინია ჯაყოსთვის. მორჩა და გათავდა. მასთან შეხლის, ამიტომ ფიქრობს რომ მოდი ამ სიმძიმეს უკაცრავად გაწყვეტილი არ დაგამისდეს ეს აზრი ჯაყომრომის არცემოს მარტივად რო ვთქვა ჯაყომრომის არ მოკლას ხომ ამას ხომ გზნობს თეიმურაზი ამიტომ ფიქრობს რომ იქნებ ეს გადაავადოს უხეშად რო ვთქვათ იქნებ ეს არ მოხდეს იქნებ რაღაცა სხვა მოხდეს და სხვანაირად რომ მე ავწდი ამას ანუ ღრმა მდაბალი ინსტინქტური შიში ამ უძრავებ როგორც ბუნებრივია მარგო ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას აი ამ ურემზე ჯაყოს იმ ღამეს ლიახვის ხეობაში ხომ იქ არ უნდა აღმოჩენილიყო თავის დროზე სწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღოთ მიზეშედეგობრივი კავშირები და გავიხსენოთ როგორ რითი იწყება ხო ეს რომანი პირველადვე ჯაყო თვალს რო დაადგამს მარგოს კარკაც ეს არ გამოეპარებოდა ქმარს რომელიც ცოლზე კონცენტრირებულია მას რომ მისი მამა პაპის სტატიები საწერი იქ გაზეთი წასაკითხი გაზეთი უნდა წაიკითხა ის დღე არისო ხო და რაც მთავარია, მას საპატრონო დატოვებული მემკვიდრეობა, ეს არის მისი მამა პაპისეულის სახლი, იქ რო ავიდა მე აღმოაჩინა ის ისტორიული ნაშრომები, რომელიც უკვე ნათქვამია და გაკეთებულია და არაფერი დასამატებელი აღარ არის. ვერ უფრთხილდება ქონებას, რომელიც წინაპრებმა დაუტოვეს. მოფრთხილება ჭირდება ყველაფერს, მატერიალურსაც და სულიერს და თავისუფლებას, დემოკრატიას, მოპოვებულს, დატოვებულს და მერე შეძენს, როდესაც მარგოსნაირი ცოლი ყავს, რა თქმა უნდა, მას ჭირდება ყურადღება მოვლა და პატრონობა. ნუ შეიძლება ეხლა ეს თანასწორობის იდეაში არ ჯდებოდეს, მაგრამ აქ თუ აღვიქვამთ სიმბოლოს, რომ ქალი ნებისმიერ შემთხვევაში ეძებს კაცში დაცულობას. ნებისმიერ საუკუნეში და ნებისმიერ დროში და ეს დაცულობა არ არის პატრონობა. აქ იგულისხმება ინტელექტუალური დაცულობა, იმიტომ რომ შეიძლება ინტელექტუალური დაცულობის შემთხვევაში მარგოს ცოდნოდა, რომ არასოდეს არ უნდა შევიდეს არანაირ კონტაქტში, თქვა ჯაყოსთან, იმიტომ რომ ეს ასე დამთავრდება, ხო? შეიძლება ჭირდებოდეს მატერიალური დაცულობა, შეიძლება ჭირდებოდეს ფიზიკური დაცულობა და თეიმურაზი ვერაფერს ვერ უზრუნველყოფს. და არც მაშინ და არც ახლა, არც ქვეყანა და არც მარგო, ამას მეტაფორად განვიხილავთ თუ ქალად, ჭირდება უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი ბიოლოგიურად ჩადებული მექანიზმი, რომ კაცი ჭირდება შენ როგორც დაცულობის წყარო, რადგან შენი შვილები არ უნდა იყვნენ საფრთხეში. და როდესაც შენ იცი, რომ შეიძლება სახლში ვიღაც რო შემოგივარდეს და ქვეყანაში ვიღაც რო შემოგივარდეს, მოდი ვილაპარაკოთო, შესთავაზოს შენი დაცვის მაგივრად შენმა მეუღლემ, ხო? აი ახლა რო ეკითხებიან ხოლმე სახლში რო შემოგივარდეს, მტერი რას იზამ? და რა თქმა უნდა, პასუხი თეორიული ყოველთვის არის, რომ დედას ვუტირებ, მაგრამ აი ისი პირველყოფილი შიში რას გაგაკეთებინებს, რაც შენ ახსენე, არ ვიცი. შეიძლება და თეიმურაზი გაჩნდა, იმიტომ რომ თეიმურაზი ზუსტად ამიტომ გაჩნდა, როგორც არქეტიპი ლიტერატურული და ზოგადად ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ესე ცალსახა არ არის, რომ აუცილებლად დაიცავ შენს ამშობლოს, შენს ოჯახს, შენს ღირსებას, პირადს, დავანებოთ თავი მარგოს, დავანებოთ თავი მამაპაპისეულ ხანჯალს და ავეჯს და ხელნაწერს და ყველაფერს, საკუთარ ღირსებას. და იმ დონეზე რომ უკვე ძალაც აღარ შეგწევს, რომ ბოლო-ბოლო თვითონვე დაამთავრო უღირსი სიცოცხლე, ხო? და ამიტომაც გვაძლევს ჯავახიშვილი ამ ღირსების დაცულობა პრაგმატულია. კი. ანუ ღირსების დაცულობა ნიშნავს სიცოცხლის დაცვას, ეგზისტენციას. აი ზუსტად წერს, ნახე ეს მინდოდა წამეკითხა
ჩხეიძემ თავი მოიკლა. მიზეზი ცხადია, თავგანწირულობა, სასოწარკვეთილება, უიმედობა, ძლივს არ გამოჩნდა ერთი პატიოსანი კაცი საქართველოში. კი, უბის წიგნაკებიდან. და ეს არის ერთადერთი ვაჟკაცური აქტი. ეს ჩვენ არ უნდა გაგვიგონ ახლა, ჩვენ არ წყვავს ეგეთი მაყურებელი, რომ ეს რაღაც მოწოდებად აღიქვან თვითმკვლელობის, მაგრამ აქამდე რატომ მივიდა საქმე, ამაშია მთელი პრობლემა. რატომ როგორ არ უნდა მიიყვანო საქმე იქამდე, რომ თავის მოკლა და განადგურება დარჩეს ერთადერთ გამოსავლად, ხო? და ზუსტად ამას რომ ეს თვითმკვლელობები ეს დეპრესიის რაიმე ფორმის გამოვლინება კი არ არის. პროტესტია, პოლიტიკური აქტია. პაულუიაშვილი თავს იკლავს მწერალთა კავშირის შენობაში. ღირსება ჩამორთმეული ადამიანია უძლურებისგან. და აი ამ უძლურებამდე როგორ მივიდა, ჩემთვის უნივერსალური სტრუქტურულად კიდევ ეს არის, რომ დასაწყისიდან დასასრულამდე ჯაყოს ხიზნებში და სათაურში სამივე მოქმედი დამნაშავე ასე ვთქვათ ამ სიტუაციას საკუთარ სახლში ხიზანი გახდა ტრაგედია ჩანს სათაურშივე, ხო? აბარა, თავისთავად და ეს ქრონოლოგიურად როგორც არის დალაგებული, როგორ ვითარდება აი ეს უკიდურესად სასტიკი პარაზიტის გამარჯვება, ხო? ჯაყო არის პარაზიტის გამარჯვება და მიხეილ ჯავახიშვილს შეხვდა იქ ჯავის ხეობაში, როცა პირველად ნახა ეს ფრაზაც რომ აგრევიციის ჯაყობა საიდანაც დაიბადა. ანეკდოტიდან დაბადებული ფრაზა. აი ეს აგრევიციის ჯაყომა პარაზიტის ხასიათი ისე სრულად არის აღწერილი, ჩვენთვის მომდევნო 100 წლის განმავლობაში და წელს ხდება 100 წელი რაც ჯაყო დაიწერა, გამოიცა უბრალოდ დაიწერა 24-ში და გამოიცა 25-ში. ჩვენთვის ეს უნდა ყოფილიყო არა მარტო ქართულის გაკვეთილზე და არდადეგებზე წასაკითხი წიგნი, პრინციპში ეს წიგნი უნდა ყოფილიყო ინსტრუქტაჟი. როგორ გავაკეთოთ პირიქით. ხო, და როგორ უნდა მოვიქცეთ ალბათ, ხომ? და როგორ შეიძლება რომ მომდევნო 70 წელი ზუსტად ამ გზას დაადგა საქართველოს თეიმურაზის გზას. და საბოლოო ჯამში თან გამარჯვებული ჯაყოც არ არის, ხო? ეს სამი პერსონაჟი ერთი სტრუქტურიდან არის, ერთი რეალობა. ჯაყოს არ იყო ინტელექტი მიმხვდარიყო, ადაპტაცია როგორ გაიაროს ხან, იმიტომ რომ შეიცვალა მთავრობა იქ, მერე ის უნდა დათმოს რაც ლის მოიხვეჭა და მოიპარა, ესეც არ მოწონს. ხან ეჟორდანიას აქებს, მერე ხან ეკლესიას აქებს, მერე აძაგებს, ხო? და ეს არის ტიპიური მედროვე, რომელსაც არ ყოფნის მოქნილობა. ანუ თეიმურაზის ყვარყვარეს პოტენცია არ იყო. არა, ყვარყვარე სრულყოფილი. თუმცა რა საინტერესოა რა იმ ეპოქაში რო დაიბადა ეს სახეები, ხო? ანუ ადაპტაციის მცდელობა ვისაც აქვს, არ არაობებს, რომლებმაც რაღაცა მოახერხეს. და სწორად ძალიან მენიშნა, რომ ზუსტად ესე იგი ერთნაირად რადგან გაგვიჩნდა ეს ასოციაციები და ძალიან აშკარაც არის და ცხადი რომ გაგვიჩნდებოდა, აი ლუარსაბი გაგვეთვალისწინებინა იქნებ ჯაყო არ ყოფილიყო და თეიმურაზი და ნუ არ გამოდის ეთქობა. იმიტომ რომ ადამიანი თავის თავს ვერ აფიქრებს. იმიტომ რომ ადამიანები ვერ ფლობენ საკუთარ მიწა ეს ხომ ამ შემთხვევაშიც მეტაფორაა, ხო? ანუ ადამიანები არ არიან თავისუფლები. რუსეთის იმპერია 19 საუკუნეც არის პირობითი აბსტრაქტული საქართველო, როგორც იდეა არსებობს, რომელიც აი ასეთია, როგორიც არის, როგორცაც ის ხედავს ლუარსაბი და ამ შემთხვევაში საქართველოც უკვე აბსტრაქცია ხდება. თეიმურაზისთვის არის შეუგუებლობის, დაპყრობილი და შეუგუებელი პატარა ქვეყნების, როგორიც არის მაგალითად ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ხო? რომელიც შეიძლება მაინც შეათრიეს ძალით, მაგრამ მუდმივი მზადება იყო მომენტუმისთვის, რომელიც დღეს არაერთხელ ვახსენეთ. მომენტუმისთვის და აქ იყო სრული თეიმურაზობა და დანებება ამასთან. ხო, ადაპტაცია ისევ და ისევ. როცა სუსტია ჯაყო, მაშინ უნდა გაანადგურო, ხო? პარაზიტი როცა იწყებს, როგორც სხეულში შემავალი ვირუსი და ბაქტერია საწყის ეტაპზე ადვილად ერევი და მერე უკვე ვეღარ. ხო, იმიტომ რომ ან არის ადაპტაცია, ან არის, როდესაც ადამიანს გამოეპარება და როდესაც ან არ იმჩნევს და ფიქრობს რომ მოელაპარაკება. აბარა, ეს არის თავარი პრობლემა. 20-იანი წლების პრობლემაც ხო ეს იყო, ხო ერთ-ერთი, როდესაც ფართო კონსენსუსი იმაში, რომ ხდება კატასტროფა რუსეთის ანექსიით, ეს არ იყო.
არ იყო. რასაკვირველია ეს ესმოდა ძალიან ბევრს, მაგრამ ფაქტორი უფრო იყო შიში, რომ შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან შეიძლება სიცოცხლე დავკარგოთ ამ წინააღმდეგობის პროცესში და ამიტომ იქნებ რაღაცა მოხდეს. მაგრამ დაიკარგა სიცოცხლე საბოლოო ჯამში. მაგრამ თავარი პრობლემა ამ დროს არის, რომ შეიძლება გარეგნულად ტაქტიკური უკანდახევის თვალსაზრისით რაღაც დონეზე მართლა ყველა თავს ხო არ მოიკლავს, ესეც არ არის ჯანსაღი აქტი, ხო? ეხლა ყველა ვისაც ღირსება შეელახა მთელ ქვეყანას, მაგრამ მე ხო ვკითხულობთ ჩვენ წასული ემიგრაციის ერთმანეთთან კამათების ქრონოლოგიას და ქრონიკას და არის რა შინაგანი დანებება და ადაპტაცია პრობლემა. როდესაც შენთვისაც უკვე საკუთარ თავშიც დანებდი მოცემულობას. თორემ გარეგნულად შეიძლება მართლა არ გავარდე და არ შეეწირო ასე ფიზიკურად, ხო? ეს ერთგვარად არარაციონალური სიყოს, თელ ერს ხო არ ამოაწყვეტინებ. მაგრამ აი როგორც ბალტიისპირელები მოიქცნენ, ქართველები არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ შინაგანი წინააღმდეგობა შეენარჩუნებინათ. ძალიან მალე გადაეწყო წერლობაც და ინტელიგენციაც და ხალხიც მალე გადაეწყო იმ რელსებზე, რომელსაც ითხოვდა მოღალატე ორჯონიკიძის და სტალინის დიქტატი, მაგრამ არ უშველათ ამ. ეს არის გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს. 37 წელი დადგა მაინც. დადგა და ნებისმიერ შემთხვევაში დადგებოდა და შენ ჯაყოს ხიზნები რო ქონოდა წაკითხული და არ გაგხსენებია ხო ანუ პირველი ქართული ემიგრაცია ეს შესანიშნავი ხალხი და ძალიან საინტერესო და წარმოუდგენლად ეფექტურები პოლიტიკაშიც აი იმ დროს როდესაც როცა იყვნენ ხელისუფლებაში მაგრამ შემდეგ იწყება რო ვკითხულობ რომ ოსმალეთის და რუსეთის აგენტურას ერთდროულად ებრძოდნენ ეფექტურად არის საოცარი რამხელა მასშტაბი ან როდესაც დენიკინის რუსეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს ხან ერთს ეხმარებოდნენ პრინციპში ფინანსურად რომ აწყობდა საქართველოს რომ რუსები ერთმანეთს წაკიდებოდნენ რომელიც უფრო გაძლიერდებოდა საპირისპიროს დახმარებას იწყებ მაგრამ რატომ ახსენე ცხადია მე მათ არ შევადარებ არავინ ვითარ შემთხვევაში თეიმურას ხევის მაგრამ რეფლექსია შემდეგ წლების 10 წლეულები როდესაც ვინ იყო დამნაშავე აბარა და მე იმიტომ რომ ის მომენტი ანუ როდესაც არის სიცოცხლე, ცხოვრება და არის შემდეგ უკვე არსებობა. ანუ თეიმურაზი როდესაც მოიხელთებს თავის ცხოვრებას, როცა უნდა მოეხელთებინა უпроსტորეთ ეგზისტენციას, აი ოიდიპოსის მოდელი რატო არის მნიშვნელოვანი, მოიხელთა, ხო რაღაც დროს, აი მიხვდა რომ შეკითხვა უნდა დასვას, რომ მოიხელთოს საკუთარი თავი. რატომ ხო იგივე მამარდაშვილის სტომილის სიტყვები ხო რა საჭიროა ხო თავისუფლება საჭიროა იმისათვის რომ დავინახოთ ვინა ვართ მოვიხელთო ეგზისტენცია ჩემი საკუთრი სად ვარ როგორ ვარსებობ რას წარმოვადგენ მე რა არჩევანს ვაკეთებ და არა რა არჩევანი მაქვს თავს თეიმურაზმა ვერასოდეს ვერ დაინახა ეს და ამიტომაც გადავიდა მუდმივად ისეთ რეფლექსიაში სადაც სუბიექტი კრიტიკული არის ყოველთვის გარეთ, მისგან გარეთ და არა მასში. ამიტომ ეს შენ იგივე დასაწყისში შენახსენე, ხო, როდესაც თვითონ სათავში ვერ ჩანს ტრაგედია თეიმურაზის რომ ხიზანი ხდება თავისივე ნაყმების და ესე ძალიან მნიშვნელოვანი ნაკაცარი, ნაყმევი, ყველაფერი რომ ადრე იყო. ახლა არაფერი არ არის აწყოში, ხო, ეს ნაკაცარი თეიმურაზ და ნაყმევი ჯაყო. ნაყმევი, ყველაფერი არის, ნახუცარი, ყველაფერი იყო, არაფერი ახლა აღარა აქვს ამ ხალხს, ხო? მაგრამ ეს ჩანდა ეს იმპულსები, იმიტომ რომ გახსოვს აი ამ ტრანსფორმაციების პირობებში ტრაგიკულად სასაცილო წერს მიხეილ ჯავახიშვილი, როგორ აიძულეს მარგოს და თეიმურას შემოკლება. დამოკლდნენ. ახლა ამხანაგებო თქვენ უნდა დამოკლდეთ. ანუ ბინა ოთახები რომ წაართო, ეს იყო დიდ ოთახიან სახლში ცხოვრობენ. ისევ ერთო პატარა ოთახს სადაც ჯაყო ხრინავს, ხო და აბსოლუტურად ჯაყო ხრინავს იატაკზე რომ გააშლევინებს ლოგის, ხო? ანუ სივრცე ისედაც აღარ არის. სივრცე იზღუდება. აი მუდმივი რეფლექსით, მუდმივად იმის აცილებით, რომ ახლა არ არის, ანუ შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა. საბოლოო ჯამში სწორდროს წინააღმდეგობის არ გაწევის შედეგად სხვა მტერი გჯეგავს. და კიდევ ერთი უნივერსალური ფორმულა არსებობს, რომ თუ კი ბიოლოგიურად და ფილოსოფიურად კონფორმიზმი შეიძლება იყოს გადარჩენის მოდელი,
არის კონფორმიზმის ის კონდიცია, როცა კონფორმიზმი არის დაღუპვა და განადგურება, თვითლიკვიდაცია და როგორ უნდა გაარჩიო და ვინ უნდა გაარჩიოს თუ არა ინტელექტუალურმა, სად არის ადაპტაცია მნიშვნელოვანი და სად ადაპტაცია ნიშნავს გამარჯვებას პარაზიტის, ანუ ჯაყოსი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა არ იყო დასათმობი და არ იყო ჯაყო ძლიერი, მაშინ დაიწყო დათმობათა მთელი რიგი, რომელსაც ბოლოს მოყვა ტრაგიკული და სრული დათმობა და ხო, როდესაც ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს პარაზიტი, ხო და რა თქმა უნდა, თავიდან კი, როცა სუსტია, როცა ნიშნებს არ იმჩნევა. აი, ამიტომ არის, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ჯერსეთი კერძო საკუთრების მომხრე იყო და ვერანაირად ყველგან უბისწიგნაკებში გამოსჭვის ეს, როგორ სივრცის ადამიანის ფიზიკური შევიწროვება და საკუთრების ჩამორთმევა მისთვის სრულიად მიუღებელი. ანუ ზოგადადაც პოლიტიკურადაც მიუღებელი იყო, ხო, მისთვის აი ეს საბჭოთა ხელისუფლება ვერ იქნებოდა ვერანაირად ასეთი მოაზროვნე პოლიტიკურად და ეკონომიკურად მემარჯვენე ადამიანისთვის, ვინც ასე თვლიდა, რომ კერძო საკუთრება ასე არ უნდა წაართო ადამიანს, ვერ იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლება მისაღები და ესეც ხო ნიშანია. ანუ შენ როცა შენ სივრცეს და დროს გიზღუდავენ, აი ძალიან კარგად თქვი ზუსტად, რომ შენ თუ თვითონ არ აკეთებ არჩევანს და ეს არჩევანი შესმაგივრად სხვისი გაკეთებულია, არასოდეს არ იცი შენ რა არჩევანს გააკეთებდი და ეს უკვე არის მესწართმევა. აბსოლუტურად. თუმცა უნდა დაინახო თავის საკუთარი თავი თუ არა არჩევანთა შორის გაკეთებული შენი არჩევანი. რა იცი რა გინდოდა თუ არა თავად არ წყვეთ, ხო? აბა რეალობა აღარ აქვს. საერთოდ ეს ეგრე ტრაგიკულია რა, რომ თავისთავად თვითონ აი ეს ხო ეს ხო საშილად პროვიდენციალური რომანია და შემზარავად, აი რომ გადაძეძგილია ტრაგიზმით. ზოგჯერ ვერც უძლებს ხოლმე, ვერ უძლებ ხოლმე, რამდენჯერ მაქვს წაკითხული. ჯაყო და განსაკუთრებით მეორე ნაწილი, როდესაც მძიმდება და მძიმდება. ტექსტი უფრო ტრაგიკული და უფრო ტრაგიკული ხდება და განსაკუთრებით 20-იანი წლების და 30-იანი წლების ქართული ლიტერატურა არის დიდი ლიტერატურა თავისთავად ხატია, რაღაც წარმოუდგენლად მძიმე, ხო, წამლეკავად მძიმე. შენთვის მინდოდა გამეზიარებინა ქათმის დაკლაზე რო დასცინია რო არ შეუძლია თეიმურას, როგორ გადმოეცა აი ეს დაცინვა მერე ალბათ, რა ვიცი, შეიძლება ყველა ქართველ ბიჭს, რომელიც ქათამს ვერ კლავს, მერე სულ ასე დასცინოდნენ. ანუ ეს ესეც კაცი არა ხარ, ესეთ მარგოც ირონიზირებს, ხო? ამიტომ მარგოც არ არის. მარგო არ არის მხოლოდ მსხვერპლი ჩემთვის, ამის გამო ზუსტად ამიტომ მარგოც დასცინის და მერეთა გახსოვს ამას მოყვება, რომ თავმდაბლობაზე დასცინის, რომ აი რა შენ თავმდაბლობა უთავმოყარეობაში ერევა უკვე მარგოსთვის თეიმურას. კი, მაგრამ გახსოვს იქ ჯაკო რომ მოდის ალბათ აკლია მარგოსაც ჩემი აზრით აკლია აი ეს ინტელექტუალური სიფრთხილე, რითიც ცოტა სუსტ შეიძლება მიუდგე. იმიტომ რომ აღიზიანებს თეიმურას. იმიტომ ნერვებს უშლის, აღიზიანებს. უკვე გაღიზიანებაა მისი წარმართველი. ეს კაცი აღიზიანებს. აქ რაღაცნაირად შეიძლება გაგახსენდეს ანა კარენინა. იმიტომ რომ აქაც იქაც ტრიუმფი, სადაც მაგრამ მაინც არჩევანი მარგომაც უნდა გააკეთოს. როგორ ჯობია კაცი, რომელიც ქათამს ხედით გლეჭს, თუ კაცი, რომელიც ქათამს ვერ კლავს, მაინც, ხო? იმიტომ რომ თუკი ძალა არის ეს და თუკი ძალა არის საჭირო რომ გადარჩე, ხო, ეს რა განაუხმოვდათენი წლები არ არის ეს სწორი არჩევანი. დასაკვირველი არ არის და ინგრევა. 90-იანი წლები რო გაიხსენი არც ის არ იყო სწორი არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ხედრიონელი კაცების ხარეს გაკეთებული არჩევანი ამ ქალებისთვის როგორ დასრულდა. იმიტომ რომ იარაღიანი კაცი არის დაცულობა. ესე იგი ეს დამიცავს აი ამ ქაოსში. დაცულობის სიმულაცია. სწორად დააზუსტე. მაგრამ რისი თქმა მინდოდა, იცი, ასევე აი ამ სივრცეზე რატო არის პროვიდენციალური თქო ეს რომანიც. თავად შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის წამებით მოკვლის მერე, ხო, იმიტომ რომ არც ვიცი დახვრეტა, არა, დახვრიტ ეს, მაგრამ მანამდე იყო ხო წამების რაღაცა შემზარავი დღეები და კვირები აქ გავლილი. და როგორ კეტავდა მიხეილ ჯავახიშვილი დარაბებს მისთან. პირადი ეპიზოდიც რაღაცნაირად რეპლიკა არის თენგიზ აბულაძის ფილმში მონანიება, ხო, როდესაც მხატვარი ბარათელი დაუხურავს ვარლამს აი ამ პანჯარას, ხო, იმიტომ რომ სახლები ხო ერთმანეთს ემიჯნება რა. უბრალოდ ბერიას სახლის პანჯრიდან ჩანდა მიხეილ ჯავახიშვილის სახლი, რომელიც ახლაც დგას უკვე
მიხეილ ჯავახიშვილის ჯერჯერობით, მოდი ესე ვთქვათ, ქუჩაზე, ხო, რომელსაც ტრადიციისამებრ რატომღაც ბოლშევიკი ანარქისტის ელბაკიძის დაღმართს უწოდებენ დღემდეც ზოგიერთები. არკადი ელბაკიძის ჯავახიშვილის ქუჩაა ეს. მაგრამ რისი თქმა მინდა, აი ეს სახლის შემდეგ ბუნებრივია, იგივე რუსუდან ჯავახიშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი შენ ახსენე, შესაძლოა მემუარებიც არსებობს, ხომ? იქ შეასახლეს უკვე სხვები, ეს ადამიანი ჯავახიშვილის ოჯახი ჯერ პატარა ოთახი მიუჩინეს და შემდეგ საერთოდ რა ვიცი, დერეფანში თუ სარდაფში აღარ მახსოვს ზუსტად რაღაცა პატარა კუთხე გამოუყვეს, მაგრამ იქ შეასახლეს კრიტიკოსი ჯავახიშვილის ეს ძალიან საინტერესოა, ვიც მუდმივად აკრიტიკებდა, მაგრამ ეს განუსაური ისტორიაა შემდეგ კრიტიკოსის, თორსები რადიანი არის, ხო? რადენის შალვა რადიანია, რომლის ქალიშვილიც მე ძალიან მეურვეობს ჯავახიშვილის შვილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ტრაგედია და აქ უნდა რა კი ჩვენ ბერია ვახსენეთ, ესეც უნდა ვახსენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში დასაწყისში რაც თქვით, რომ ალბათ შემთხვევითი არ არის, ხომ, რომ ჯაყო ჯივაშვილის უბრალოდ სახელიცა და გვარიც მიუნიშნებს იოსებ ჯუღაშვილის სახელსა და გვარზე. ეს არ ვიცი რამდენად დამტკიცებული ვერსია, მაგრამ მიუნიშნებს. ჯერ ერთი, ხო, ეხლა ჯაყოს როგორც აღწერს, ეხლა რო არის დიდი და გოროზი და ეხლა წებოთი ოთხკუთხედი და რაღაც ეს იოსებ ჯუღაშვილი ესეთი სუსტი აღნაგობის კაცია და ჭია კაცია, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ის რომ და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ თელ ამ რომანში რაღაც საოცარი პოეტურობი ჩანს. აი ამ რაღაც უსური ხაზის, იმიტომ რომ სრულიად შემთხვევითია, რომ აბსოლუტურად, მაგრამ აშკარად ჩანს საუბრები, მუსირებდა ეს რომ ესე ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტორი, ისევ თეიმურაზის გაუცხოება, რომ ეს მე არ დამემართებოდა. ეს სხვა არის ყოველთვის პრობლემა. ეს ქართველი არ არის. ეს ოსია და აქ ჩანს ცხადია გარკვეულწილად. და მეც რა უცნაური რაღაც დამემართა ბავშვობაში უნდა გაგიმხილა, როცა ვკითხულობდი, ხო წარმოიდგენ ყოველთვის, მით უმეტეს თუ წიგნების კითხვით გაქვს ეს ფანტაზია განვითარებული, შენ გარეგნობას წარმოიდგენ. რაც არ უნდა აღწეროს წერილმა, შენ რაღაც შენი ხატება გექნება და თეიმურას ყოველთვის თვითონ მიხეილ ჯავახიშვილის გარეგნობა ქონდა ჩემთვის რაღაცნაირი სათვალიანი და გამხდარი და ცოტა წელში მოხდა. ხო, ანუ საკუთარი შესაძლებლობის პროექცირება ანუ ის თუ რისი შეიძლება შეშინებოდა იგივე მიხეილ ჯავახიშვილს. რომ წერალი აბიტარი გენიალური მწერალიო, არენანება საკუთარი შიშების ილუსტრირება ამ ფორმით, რომ ის მასში საკუთარში და როგორც მის მსგავსებას უარსავდა. ხო, რა განა პოტენციური მასში პატარა, როგორც იუნგი ამბობდა, პატარა პერსონაჟები ყველა შენში ხო ყავს სხვადასხვა და მიხეილ ჯავახიშვილსაც და ილიასაც პატარა როგორი იცის და როგორი ტრაგიზმია ის სულ ქართლი ჩანს იცი ამ რომანში ხო ეს ხო ქართლში ხდება და როგორი ტრაგიკული ადგილია თვითონ ჯავახიშვილი ქულთა თამარაშენში ჩემი მოგზაურობის და იქ ყოფნის შემდეგ დამებადა ეს ხატებები ხო ჯაყო იქ დაინახა პირველად ხო ეს ხევისთავები ეს მაჩაბლები იქ ახსენებს კიდეც იმ სხვენში რო აღმოაჩენს ამიტომაც ხო ცხადია ოსია თუ ქართველია რა მნიშვნელობაა თავისთავად ისტორიული წარმონაქმნეს უბედურება თუმცა აქვე ეს ამბავიც მინდა მოუყვე ძალიან ცნობილი როგორ ჩანს ხო აი ეს ცნობილი ისტორია იგივე თუნდაც ოსიპ მანდელშტამის დიდი რუსი პოეტის რომელიც დაჭერილია, გადასახლებულია, შესანიშნავი მემუარები არსებობს მისი ცოლის ნადეჟდა მანდელშტამის, რომელიც ესე ვთქვათ მთელი სიცხადით აღწერს აი რეპრესიის მანქანას და ეს ცნობილი ლექსი მანდელშტამის, სადაც ის უკვე მანდელშტამი თავის ლექსში ხატავს სტალინს პირდაპირ, ხო, ეს ცნობილი ფრაზა ოსის ფართო კერდი რუსულად ვიტყვი უკაცრავად შიროკая грудь осетина ხო აი ეს ტარაკნის ულვაშები და ბაბაჩეტი ტიჩეტ რაღაცა საოცარი ხა ზუსტად არ მახსოვს როგორ არის ალბათ ქართული თარგმანი არსებობს დარწმუნებული ვარ ამ ლექსის კითხულობდა ძალიან საინტერესოა ამ ლექსის გამო დაიჭირეს ის ვისაც არ იწერდა ვისაც უკითხავდა ეუბნებოდა რომ არ დაემახსოვრებინათ ცნობილი ისტორია რომ პასტერნაკს ოდესაც წაუკითხა პასტერნაკი შეშინებული გავარდა მანამდე კი უთხარ უბრალოდ ნუ თქვენ ჩემთვის ეს არ წაგიკითხავ და მე ეს არ მომისმენია პასტერნაკის კომენტარი ასეთიც იყო მე რომ რატომ დაწერა ასე ოსი რატომ ახსენა რა უცნაური ის რომ ებრაელია რა განა არის ის რომ ეთნიკურობაზე მინიშნება
პრობლემაა, რატო წერს ასევე. ეს ძალიან საინტერესო ისტორია, მაგრამ რატო მოუყევი ეს ამბავი? მანდელშტამი თბილისში ჩამოდის ხშირად, მას აქ ძალიან საინტერესო სტატიაც, ხო? ქართული კულტურის ერთ მოზაიკურობის შესახებ და ცხადია ის ხვდებოდა ქართულ ავტორებს, ქართულ მწერლებს და როგორც ჩანს ეს იდეა თუ როგორ იბადება ჯაყო სტალინზე ლაპარაკობდნენ ნებისმიერ შემთხვევაში. ალბათ იქვეც ახსენეს მისი მიუხედავად თუ წარმომავლობა, რომელსაც არ არის მნიშვნელობა არ აქვს საბოლოო ჯამში. რომ სტალინის კარიერა არის ჯაყოური აბარა ძალიან ვეღარ უძლებ ცდუნებას მე რომ ასე პირდაპირ გაიგო რომ ხო და ჯუღაშვილის ქცევა სტალინად ესეც გამოეპარა. ჩემთვის ხო? აი ეს როგორ იქცა ეს ამად? კი, და ოღონდ ჩემთვის როგორ არის? ჯაყოიზმია ზოგადად კაცობრიობის პრობლემა და აქედან იბადებიან სხვადასხვა სტალინები. აბსოლუტურად. და არა ის რომ თქვა სტალინი იყო ჯაყოს ინსპირაცია. არა, ინსპირაცია ალბათ იყო მაინც რომ ჩავიდა და ნახა სად არის სამჭედლო აი ამ სტალინების ტიპაჟი დაინახა. არქეტიპული პერსონაჟია და ხო, აი ისევ იმას ვუბრუნდებით, რომ ძალიან რთულია ჩვენ გვინდა ვითხოვთ, ჩხუბობთ ხოლმე ძალიან ხშირად მე და შენ რაც გვაქვს აი ეს ლიტერატურაზე აზრთა მიმოსვლა, ვამბობთ, რომ როგორ შეიძლება ასეთი საბადო ვერ გამოიყენო საკუთარ პირად გამოცდილებად და აქ ისევ ძლევს, რაც თვითონ ჯავახიშვილს თავის დაწერილი იყო ჯაყო, მაგრამ მაინც დაემართა ის, რომ გადაწყვიტა ადაპტაცია, რაღაც ფორმით მაინც ხელისუფლება ვერ დაიცვა. არსენა მარაბდელი ცდილობდა რომ ადაპტირებული იყო სოციალიზმის გარკვეულ ეთიკას, უბრალოდ ეთიკა რამდენი და ეს კომპრომისი არის, ეს კომპრომისი მთავრდება ძალიან ცნობილი სიტყვებით, რომ მე იღებს სირცხვილსაც და ომსაც. ანუ ლამენ კიდევაც და ღირსებასაც აკრიან. თუმცა ადამიანი არის არარაციონალური, როცა ეშინია და აქედან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ, რომ საბჭოთა ხელისუფლება იქნება ეს საყვარელი ზანზიბარული თეიმურაზისა თუ ნებისმიერი ყოველთვის ეცდება, რომ იყო შიში. როცა ხარ შიში, ვერ აკეთებ არჩევანს სწორს. ბუნებრივია, ან კი რა უნდა ეკნა და პრინციპში გააკეთა რა კუთხით. ანუ ის უბრალოდ სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა და მიხეილ ჯავახიშვილი უბრალოდ განსხვავებით სხვა ავტორებისაგან, მიხეილ ჯავახიშვილს ანუ არ გამოუვიდა საკუთარი ინდივიდუალიზმის დათმობა ლიტერატურული დარჩა მიხეილ ჯავახიშვილად როგორც არ უნდა ეცოდე აი თუ კი სხვა მწერლები მოდი არ ვთქვათ ეხლა რადგან შარი მოდი რუსი ავტორები ვაღ მაგალითად ზოშენკო რომელიც იყო ბრწყინვალე 20-იანი წლების სატირიკოსი ჩემი საყვარელი მწერალი კი და ლიტერატურის ნაბიჯვარი უწოდა სტალინმა მას ისეთ ზულდა ხომ შემდეგ მისი გვიანი პროზა იმისათვის რომ გადარჩენილი იყო ფიზიკურად ეს არის მთლად გაქრა როგორც ავტორის საინტერესო და ასე შემდეგ. ნუ ბულგაკოვი ცალკე ისტორია, როდესაც საერთოდ უბრალოდ აიკრძალა და ბოლოდ მაგიდის უჯრისთვის ეგრეთ წოდებული ტერმინი. გავიხსენოთ ყველაზე ჩემთვის მაგალითად აი რუსული ანალოგი რო გავაკეთოთ ყველაზე კარგად. ხო არის ქართული სული და ქართული ნაკლოვანებები და ეს როგორც ქართული სარკე ჯავახიშვილია და კლდიაშვილი, ხო? ილია ჭავჭავაძე რა თქმა უნდა. აი პლატონოვი რუსული ლიტერატურა როგორც ისიც აი და ჯავახიშვილს რითი ვამსგავსებ იცი რომ აკეთებდა აი ამ ენერგეტიკულ უზრუნველყოფას თითქოს საბჭოთა კავშირის პატიოსნად ემსახურებოდა იმას რაც კარგად ჯაყუშიც კი ჩანს ბოლოს ხო მაგრამ არ გიღებს როცა შენ ხარ როცა თუ კი დავყობთ ორგანიზმებს პარაზიტებად და ორგანიზმებად თუ კი პარაზიტი იმარჯვებს ორგანიზმი უნდა მოკვდეს ესეა აბსოლუტურად და ამიტომ ჯაყოც და თეიმურაზიც ერთად ვერ იქნებიან ჯაყო და თეიმურაზი ერთ სივრცეში და პლატონოვი და სტალინი და სტალინს გახსოვს წამაკითხე 4 ტომი მწერლებს რო წერლებს ეწეს ცინიზმის ზეიმ სარნოვის ხო და ჩანს იქაც ჯერ ერთი საშინელება როცა დიქტატორს ლიტერატურის კითხვა და შენიშვნების გაკეთება შეუძლია ამაშიც კი არ გაუმართლა მაშინდელ ინტელიგენციას
და ინტელექტუალებს უბრალოდ მოდი ინტელიგენციას ნოვიტყვით, რომ ეს კაცი მართლა კითხულობდა ამ წიგნებს და ზუსტად ამოკითხვა შეეძლო რისი, რომ ჯავახიშვილი და პლატონოვი არის ლიკვიდაციას უნდა დაექვემდებაროს და ვისაც ადაპტაცია შეუძლია ქართველი იქნება თუ რუსი განაგრძოს კი, ხო, ან ეთქვა იგივე მანდელშტამზე შეინახეთ, მაგრამ შეინარჩუნეთ. როგორ შეიძლება ეს ფრაზა მთარგმნო რუსულად არის იზოლირებაც ნო сохранить ესეთი ფრაზაა ხო და ასევე ცნობილი სიტყვები რომ რა ცნობილი ირონია მისი რომ რამდენს იწონის პოეტიო და რამდენს იწონის შემდეგ საბჭოთა კავშირი ხო გაოგნება ხო მაგრამ შეუძლებელია რასაკვირველია რომ ჯავახიშვილი და სტალინი ერთ რეალობაში არსებობდნენ მაშინ ჯავახიშვილი არ უნდა იყოს ეს კლასიკური იმიტომ რომ თუკი ჩვენ აღიარებთ და ასეა რომ ჯაყოიზმის ყველაზე ისეთი ჩვენ ცოცხალი გამოვლინება მაშინ მე სტალინი იყო ყველანაირად მათ შორის ქალებთან დამოკიდებულებითაც თუ მის ცოლის ბიოგრაფიას გავიხსენებთ კიდე პირველ სიკვდილს ნიშნავს მას აყოფნა აბსოლუტურად ხო თავი მოიკლა თავი მოიკლა პირველი მოკვდა ახალგაზრდა და მეორე თავი მოიკლა და შვილს და შვილიშვილებს რაჭირთ კიდევ ხედავთ ხო კიდევ ცალკე ისტორიაა და ყველა კატასტროფა სრული და ამიტომ აქ ჩანს რომ შეუძლებელია ან არსებობს ერთი ან არსებობს მეორე და აი როგორც შენს წიგნშია სტალინზე პირველად აი ყველა ადამიანი ხანდახან ბოროტი ფიქრებით სავსეა და აღმომხდა სხვასაც აურჩხულებს სტალინი ამას მიხვდი, იმიტომ რომ შესაძ შენ წიგში არის რომ მამამისმა რომ დაახეთქა ნეტა მომკვდარიყო მაშინ გავიფიქრე ეს უკვე არის რომ როდესაც მოდის ჯაყო ირგვლივ ყველაფერი და ყველა დეგრადირდება უკვე ბრძოლის მე იწამლები აი ეს რატო უნდა გამეფიქრებინა ხო მაგრამ იმიტომ რომ ვიცი რა მოყვა მის გადარჩენას კი იმიტომ რომ ძალიან ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვინ ქმნის ატმოსფეროს რომელშიც ინტელექტუალმა უნდა იარსებოს ამიტომ არის განსაკუთრებული პრეტენზია ყოველთვის ინტელექტუალისადმი რადგან ის განსაზღვრავს ის არის აი ელიტა სწორად გაგებული რას ნიშნავს ის არის რეტრანსლატორი თქვათ ხელისუფლებასა და ხალხს უნდა აუხსნას რასაკეთებს ხელისუფლება კარგად ხო ტექსტი იქნება ეს გამოსვლა თუ ასე შემდეგ ზუსტად ამას ნიშნავს რომ გააგებინო საით მიდის პროცესები და როდესაც აქ შენ თავს ღალატობ როგორც ინტელექტუალს და იწყებ არასწორ დროს რეფლექსიას იწყებ საკუთარ გადარჩენაზე და არა კულტურულ გადარჩენაზე ფიქრს ეხლა საკუთარი იმას თუ ვერ იცავ მამის და იმის დატოვებულ ხანჯალს და საკუთარ სახლს და ცოლს და გარემოს და ღირსებას როგორ დაიცავ ხალხს ხო იმიტომ რომ უბრალოდ არ არქმევ მტერს სახელს დავის სახელს ჯაყო თავის პატარა არ არის იდენტიფიცირებული და ეს არც ერთხელ კაცობრიობას სულ აქვს ეს პრობლემა და ამის ფსიქოლოგიური მექანიზმები არ ვიცი რა არის მართლა რომ ვერაფრით არც ერთი მაგალითი არ გვაქვს როდესაც თავის დახრის შემდეგ დაკმაყოფილდა მოძალადე ყოველთვის მეტი და მეტია საჭირო ხოლმე რომ შეინარჩუნო ეს შენი მოძალადეობრივი ინსტიტუტი იქნება თუ რაღაც სტატუსი ხო მოძალადის სტატუსის შესანარჩუნებლად შეგჭირდება სტაბილური და რუტინული ძალადობა და ამიტომ სულ ეს შეცდომა რომ მოდი შევყვები რაღაც პროცესში და იქნებ ერთი ოთახი რო წამართვა აი ეს ორი დამიტოვოს არ არსებობს სამივე მიაქვს ხო ყველაფერი მიაქვს ეშმაკეულ სულს ხომ ბოროტსულს როგორიც გამოხავს უკვე გრიგოლ რობაქიძეს ჩაკოლულ სულში ხო რაღაცა იმიტომ რომ ეს ბრძოლა ბოროტძალასთან ბოროტი ძალაა ხო და დათმობა არის სიცოცხლისა და სულის ხარჯზე აქვე უნდა ვახსენოთ ისიც რომ ჯავახიშვილის აი ეს სიკვდილი ხო ჯავახიშვილი მოკლეს როგორც უცხოეთის აგენტი როგორც ჯაშუში. ხო, ყალბი ბრალდებით. ისევე როგორც ყველა სხვა. და აი ეს ტრაგიკული ისტორია, ანუ დეტერმინირებული იყო რასაკვირველია მისი დაღუპვა უკვე წლებითა და წლებით ადრე. და ბევრი და მათ შორის იგივე პაულო იაშვილიც ახლა არ მინდა დღეები ამერიოს 22 ივლისია თუ არ ვსწრები როდესაც მეც არ მახსოვს ზუსტად ხო ეს არის 37 წლის ანუ ივლისის ბოლოა სადაც იქ მწერალთა კავშირში უკვე ბრალდებები
აგენტობის, ჯაშუშობის და უცხო ქვეყნის და სხვადასხვა ჯავახიშვილი აცნობიერებს რომ კი, ჯავახიშვილის სხვა პოზიცია აქვს ვიდრე მაშინ. აბსოლუტურად და უკვე 26 ივლისს უკვე ქვიშხვეთიდან ის ჩამოყავთ და ანუ რამდენ გასაგებია რაც ხდება, ანუ განსაზღვრულია. პაულო იაშვილი უკვე არის, პაულო იაშვილის აქტი, თქვით, ითის დავიწყეთ საუბარი, რასიკურია პოლიტიკური აქტია, ეს არის ვაშკაცური აქტი, ტრაგიკული. ყველაფერს რო კონტექსტი ჭირდება. აბსოლუტურად. ზუსტად ითვლება. აბსოლუტურად. და ეს არის და ბრაზდება ლავრენტი ბერიას უსყდება პაულო იაშვილი. და სერგო ორჯონიკიძე თვითონ რომელიც აი ამ ყველაფრის სათავეში იყო, ვითომ რო გარდაიცვალა. მე 27 წელს 20 რომელი წერია, ხო? ხო. არ მახსოვს არამერიოს თარიღები, ხო? 37-ია თუ ავწდები, ხო? ხო, მაგრამ რატო ვახსენე ეს ყველაფერი, რომ შეუძიმდენად აქტუალურია ეს ტექსტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გენიალური ტექსტი ყოველთვის რაღაცა უნივერსალურ სუბსტანციაში არსებობს, რომ გენიალურია, შეუძლებელია რომ ის აქტუალობამ უბრალოდ შემზარავად არ მოგვიტანოს სარკე დღევანდელობისათვის. უცხოეთის აგენტები, სად არის დღევანდელი ჯაყო? აი ეს შეკითხვაც რო დავსვათ. ჩემთვის არ ვიცი რამდენად დამეთანხმები. ჩემთვის დღევანდელი ჯაყო ხო მარტო 20-იანი და 30-იანი წლების ტიპაჟი არ არის. ჯაყო ისტორიული მოვლენა კი არა, რომელიც სადღაც ისტორიაში დარჩა, თუნდაც რაღაცნაირად ჯაყოიზმის მხილებით. ამიტომ თქვი რომ მხოლოდ სტალინი ვერ იქნება. ვერ იქნება, აბსოლუტურად გეთანხმები. რასაკვირველია. ჩემთვის დღევანდელი ჯაყო ეს არის აი მარგოს იდიოტური მცდელობა, რომ გაპარსოს ჯაყო დაბანოს, გახსოვს ფრჩხილებს, თემურასაც ხوارქ ეს მცდელობა, რომ უყვება რაღაც ისტორიას, იქ ბუღალტერიაზე რო ლაპარაკობს და მოცლილიულო და გალილეოზე რო ეტყვის და მეთო ჩემო, რო აიუბნება რომ დედამიწ როგორ ეცინება, როგორ ეცინება რომ გაიგებს რომ თურმე დედამიწა მზეს დღესაც ხო ბრუნავს. მაგრამ მზეს წრესურ ტყავს, სულელი ხო არ ახარ შედაო, ჯაყოებნება. გოსმოდ, მაგრამ განა უკაცრავად ეხლა პოლონეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ორიოდე კვირის წინ ამას არ ამბობდა, არ ვარ დარწმუნებული რომ დედამიწა მრგვალიაო. არ ვიცი, ტაკერ კარსონის მაყურებლების მილიონობით ადამიანი აქაც ამ შეკითხვას სვავს, მაგრამ თავიდანვანებოთ ამას შვენი ჯაყო არის ეს გაპარსული ჯაყო. ეს თმა შეკრეჭილი გახსოვს აი ესო დათვიო რო გაპარსა და თმა რო შეჭრაო მერე გაპარსულ მაიმუნს დაიწყავსა კი მაიმუნს აი ეს მერთო ჩემო ეს გაპარსული მაიმუნი პირდაპირ სახეებად დამიდგნენ ხო ჩვენ შარიკოვს ვახსენებთ ხოლმე ხშირად ბულგაკოვის პერსონაჟს რა ჯაყო გაპარსული ჯაყო ჩვენთვის არის ხატება როგორც ეს გამო რატომ ვახსენე კვაჭი მოწყო კეთილ ჩვენ კვაჭის და ჯაყოს ორივეს განსხეულება მივიღეთ საქართველოში კვაჭობა და ჯაყოობა საშინელ მდგომარეობაში დაბანი თმა შეკრეჭილი იმერული კვაჭიზმი ვატსაპიური რაღაცა გარეცხილი ჯაყო რომელიც პარაზიტი არამზადა უინტელექტო მოძალადე და ფარისეველი და ქურდი აი ეს არის აი ეს ჯაყო არა ის ჯაყო რომელიც არის მთავარი ხატება ჯაყოს და წმინდა გივარგის ხსენება ისე რომ ეს წმინდა გივარგი სულ ფეხებზე რო კიდია თან და ეკლესიების გახსნა დახურვა როცა შენ გინდა ჯვარსიწერ გახსნი არა ნოლი მორალი ნორი მარტო მომხვეჭელობა მარტო ფული მარტო წარწმენა აი ესეც არის და თავადობის რატო უნდა მარგო კნეინა კნიაზი გავხდი მეო ხო თავადი გახდა გაპლანიშვილები ხო რა თქმა უნდა ის მისი გაგებით ზუსტადაც ის უნდა მოიხმაროს და იხმაროს რაც კლასით არ ეკუთვნის ხო და არც წოდებით და არც ინტელექტით რა თქმა უნდა და აი ეს არის ზუსტად ის რომ ყოველდღიურად ჩვენ ამას ვხედავთ. კი დავპირდით ერთმანეთს რო პარალელებს. პირდაპირ არ გავავლენთ, მაგრამ ეხლა ნუ კვაჭანტირაძეს რო კითხულობ, გახსენდება რასაც უყურებ და ეს რაღაცა ტრიქსტერების, უმორალოების, ოპორტუნისტების და გაპარსული მაიმუნების დრო. აბსოლუტურად.
და არ ჭირდება მართლა ბულგაკოვი როცა აგერ შესანიშნავმა კაცმა დაგვიწერა აქაც რა მოხდა იცი რასაც ხშირად ამბობ ხოლმე მოკვდა ტექსტი მისი სასკოლო პროგრამაში სავალდებულო ლიტერატურად გახტომის გამო მაგრამ არ ვიცი ხა რამდენად გვიშველის თუმცა მგონია რომ რადგან ასე ებრძვიან ხოლმე ავტოკრატიულ სისტემებში რადგან ასე ებრძვიან ლიტერატურას ტექსტს ფრაზას სინტაქსს გამოთქმას რადგან ასე აწუხებთ ესე იგი მაინც აქვს მნიშვნელობა როგორ ასწავლი აი ამ ჩვენს გენიალურ ტექსტებს იმიტომ რომ ჩვენ გავითვალისწინებთ კი დამცინი ხოლმე ბიოლოგიაზე მაგრამ ჩვენს იმ არჩევანთან მისვლის მომენტში არჩევანს გვაკეთებინებს ჩვენი ცოდნა ჩვენი წაკითხული ლიტერატურა, ჩვენი მოსმენილი მუსიკა, ჩვენი მოსმენილი დარიგებები ბებიის, დედის, მამის და ასე შემდეგ. გარემო რო სადაც გვესმოდა ფრაზები. აი ამ ცოდნით ვაკეთებთ საბოლოო არჩევანს. და ამიტომ რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა რა წავიკითხეთ და სინდისი როგორ ფორმირ და როგორ სუბსტანცია. აბსოლუტურად. რამ ჩამოაყალიბა. ვის ციტირებ საკუთრ, იმიტომ რომ შენ ხო იბადები აბსოლუტურად ტაბულა რასა, ხო, არაფერი ზედ უნდა დაწეროს მე ცხოვრებამ შენი არჩევანების განსაზღვრელი ტექსტები. და ეს ტექსტი შეიძლება ვიღაცისთვის, ვიღაცის Facebook სტატუსზე და ვიღაცისთვის ქართველი ყოველთვის კანონს დაარღვევს არის. ან რაღაცა ქურდზე ისტორიები ასე ვთქვათ, ხო? და ვიღაცისთვის არის რომ ჯაყოს რო წაიკითხავს რა კაი კაცი ყოფილა ყველაფერი მიითვისაო ის კი ხო დაემართა რაც ორუელს დაემართა პირდაპირ მე ის კი არ მithქვამს ხო ის გავრცელებული ცნობილის არის მე ეს ინსტრუქტაჟად კი არ შემოგთავაზეთ სარკე შემოგთავაზეთ როგორც კრიტიკული ტრაგიკული რეფლექსია და კვაჭი ინსტრუქცია გამოდგა ერთი იმერელი კაცისთვის ინსტრუქცია აბარა ხო ცხადია იცი რა თუ კი ლუარსაბზე ვიტყვით რომ აი სიზარმაცე არის რაც თანდაყოლილი მდგომარეობა და შეიძლება რაღაცა ჰორმონალური ძრები ორგანიზმში არასწორი და ეს იწვევს აი წამოწოლის და ძილიანობისა და არაფრის კეთების აი კვაჭობა არის სრულიად გააზრებული აქტიური და ცქვიტი ქმედება და ჯაყოობა ხო ჯაყოობა ჯაყო სულ არ არის ენერგიო პირიქით აბსოლუტურად ხო ყვირის და აბა ბრინკასაც რო უწოდებს ეს დაგვაბიზდეს ხო ბრინკა ჯერ თავის მისახეს მე უწოდებს ხო და მე ამა და მე ეს რო არაფერს არ აკეთებს ერთში ჯაყო გარდა იმისა რომ უბრალოდ თუმცა აქვე ვთქვათ რომ არც თეიმურაზი აკეთებს რამეს ხო იმიტომ რომ ეს სიებდოში ორი ჰიპოსტაზია ერთის რაღაცა დოსტოევსკისეული არის ამაში ხო მცხადია რომელიც დოსტოევსკისეული კი თვითონ ჯავახიშვილისეული სადაც რაღაცნაირად ალტერ-ეგოა თეიმურაზის ალტერ-ეგოა შეიძლება რაღაცას აიცით შემთხვევითი არ არის ხო მარგო რომელიც ეს მარგოს სხეულში ხედავს ორივე გაფუჭებული სხეულის ლიბიდო როგორ მუშაობს და მორტიდო აბსოლუტურად ზუსტად აბარა კი ესეა და ამიტომ ამ ტექსტს მართლა უნდა წაკითხვა სწავლა კი არ უნდა ესე ამ სიტყვის და ფორმალური გაგები წაკითხოთ რომ ეს შემზარავი ტექსტია, შემზარავა ცოცხალი ტექსტია და ყოველი ცოცხალი შეხება ამ ტექსტთან და ეს არის ჩანაფიქრი მიხეილ ჯავახიშვილის ჩვენში უნდა იწევდეს და იწევს კიდეც შოქს. შემთხვევითი არ არის რომ განსაკუთრებით ამ ტექსტთან შეხება იწევს შოქს განსაკუთრებულ ფარისევლებში. ეს იყო 26 და 27 წელსაც, სადაც ჯავახიშვილს ჯეგავდნენ უბრალოდ რამდენადაც კითხულობდნენ ამ წიგნს. ასევე უნდა ვახსენოთ ქართველი ინტელიგენცია ასეთია რასაკვირველია არ არსებობს ვამბობდნენ ასეთი ქართველი არ არსებობს ეს როგორი და არც ასეთი ქალი არსებობსო ხო მარგო როგორი ხო ჯაყუა მხოლოდ ანტიგბირი ხო და ამ შემთხვევაში და შემდეგ უნდა გავიხსენოთ ასევე უკვე ისტორიის კუთვნილება ხო 70-იანი წლების ბოლოს ტელესპექტაკლი თემურჩხეიძის ჯაყოს ხიზნები სადაც სიძულვილი და აგრესია მოჰყვა მიხეილ ჯავახიშვილის ამ რომანის ეკრანიზაციას განსაკუთრებით ქალის მიმართაც, ქალი მსახიობის მიმართაც, როგორ გაბედა, ხო? ნანა ფაჩუაშვილი თამაშობს ამ დადგმაში, სატელევიზიო დადგმაში მარგოს, ხო? და თავდილ მახარაძე შესანიშნავი ჯაყო და ნოდარ გალობლიშვილი თეიმურაზ ხებისთავი, ხო? და ესეც ინდიკატორი, რომ არ მოუნდა საზოგადოებას ზუსტად ისე მოიქცა მაშინ საზოგადოება, ნუ ნაწილი საზოგადოების როგორც იქცება თეიმურაზი. უყურებს და არ ხედავს. არ დაინახა. ამითაც არის გენიალური. ამითაც არის. მე რამდენად გამოვავლინო ჟაყომ ჩვენი საზოგადოების მარაზმი.
ნაწილის. კი, და ახლა შეიძლება ძალიან ხშირად გადააწყდა ჯაყოზე ლაპარაკებს იმ ხალხისგან, ვინც თვითონ ჯაყობს. აბსოლუტურად. აბა რა. მერტო ჩემო თვალწინ მიდგას ზოგიერთის ფოტო, არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით ჩვენ პოდკასტში არ ვილაპარაკებ აქტუალურ თემებზე მაისურები პოლიტიკური პარტიის და მე როგორ გარეცხეს და პიჯაკები და ჰალსტუხები გაუკეთეს აი ამ ჯაყოებს, რომლებიც არიან მოძალადეები, ქურდები, პარაზიტები და არამზადები. რომელიც ყიდიან ყველაფერს რაც შეიძლება გაყიდოს ადამიანმა. ოღონდ თვითონაც უბედურები არიან. ეს არის ტრაიკული განაჩენი. ხმები რომ თვითონ უბედურები არიან. ჯაყობ არ იცის რომ უბედურია, უბრალოდ ინტელექტი არა. ხო, არა, არ იცის და თუ არ იცი არ ცხარ. ეგ არის როგორც მკვდარი და სულელის ამბავი. თუ მკვდარი ხარ და სულელი არ იცი როგორ წესი და უბრალოდ შენაირ ადამიანებს აქვს წარმოდგენა რომ შეიძლება საკუთარი გადასახედის გამო რომ რაღაცას რო აკეთებ აი ასე ჯაყობას ეს მერე გაწუხებს და არ არის ასე. მან ვწდებით. და ჩვენი საყვარელ ტექსტზე ჩვენ კიდევ 3 საათი შეგვიძლია ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, ხოთროს მიხალ ჯავახიშვილი როგორც წერლებს თავის თავსაც სულ ამ დასასრულიც უნდა კონდეს მოფიქრებული. ზუსტად ისეთივე მტანჯველია დასასრულის განცდა, როგორც დასაწყისი. იცოდე რას რატო აკეთებ, რატო ასრულებ. ჩვენ კი დღევანდელი პოდკასტი დავასრულოთ. დაგვაფოლოვეთ, დაგვიწერეთ კიდევ რა წიგნის განხილვას ისურვებთ. ჩვენ წავიკითხეთ თქვენი კომენტარები და ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი რჩევები. რაღაც წიგნები შერჩეული გვაქვს და ყველას რიგი მოვა ალბათ და გამოგვიწერეთ მის მინეზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობებით შემდეგ წიგნამდე.